დღევანდელი საღამოს მეოთხე ბრძოლა იგლემიანი ბარსაგიანის წინააღმდეგ საქართველოს სასომხეთის დაპირისპირება დაიწყო. საღამოს დაიწყო. დღევანდელი საღამოს მეოთხე ბრძოლა ბიჭები არ ჩქარობდნენ. კარგი დგომი აქვს ბარსაგიანს. ნახოთ, როგორ შემოგთავაზებენ დგომში აგზელებს შენ განვითარებას. ეხა ბარსაგიანი ცდილობს რომ ცენტრი დაიჭიროს შევიდა და გადაიყვანა. პირველი ტეიქდაუნი მივიღეთ. იგლემიანი აკონტროლებს გვერდს და თითქოს გადაატრიალა. ცოტა დააკდა. ბარსაგიანი ცდილობს გარჩი შეიყვანოს იგლემიანი. ეხა კარგად გძნობს პარტერს ფაქტია. მისი თანაგუნდელისგან განსხვავებით ეხლა მაუნტი გადავიდა. შეიძლება მძიმე გრაუნდად ფაუნდი. უნდა იჩქაროს, პოზიცია უნდა დაკარგოს ეხა. გარდი. ჰალფ გარდია. ჰალფ გარდია. შეიძლება გიგლემიანი გადავიდეს მახრჩობელაზე. ეხა ბატერფლაის ცდილობდა ბარსაგიანი, თუმცა რთულია გიგლემიანის აწევა. ჯობნის მიხეილი ფაქტია. ჯერჯერობით პირველი ნახევარი, პირველი რაუნდის მიყავს ქართველ მებრძოლს. ცენტრში მიმდინარეობს პოზიციისთვის ბრძოლა. თუმცა უნდა იყოს ყურადღებით, წეგახილეთ. გადაინაცვლა შეიძლება გილიოტინა შემოგთავაზოს გიგლემიანმა, თუმცა გამოვიდა. გავაგზავნეთ დგომში. ბარსაგიანი. აი ხა დგომში და თვითონ შეუტია ბარსაგიანმა. აკონტროლებს გალიასთან და შემოატრიალა, თუმცა გიგლემიანმა შესანიშნავად აიღო პოზიცია. თუმცა ისევ დათმო მუხლების გაცვლა მიმდინარეობს. შეიძლება შემოტრიალება. კარგად შემოატრიალა ყოჩა მიხეილს და შეიძლება ეხლა დება კარგი მუხლი მოარტყა ბიჭებმა გაცვალეს მუხლები მუცელში. თუმცა ეხლა კლინჩი აქვს შეკრული ბარსაგიანსთან. 15 წამირჩება. დარტყმიდან ჩავარდა გიგლემიანი. ეხლა შეიძლება გიგლემიანმა შეასრულოს ტეიქდაუნიც. დარტყმას აკეთებს ბარსაგიანი და ძალიან დაძაბული პირველი რაუნდი. პირველი რაუნდის მეორე ნახევარი შეიცვალა. არა, ეთყობა მანუელ ბარსაგიანს რომ გამოცდილი მებრძოლია. სოფლიო ჩემპიონატზე ერიულობს თითქოს აგებდა. არა, ძალიან წყნარად მუშაობს. მაინც ეს რაუნდი თითქოს ჩვენია. თითქოს გიგლემიანმა მოიგო. თითქოს კიდევ ჩემი აზრით ეთახმები მოიგო. თუმცა აქ ძიმე მუხლებიც იყო, კი, მუხლებიც იყო. ნახოთ როგორ დათვლიან საჭები, თუმცა ჯერ შევხედოთ მეორე რაუნდში რა ხდება. კიდევ ერთხელ ნახოთ როგორი გამძლეობით არიან მომზადებული მებრძოლები. ბარსაგიანმა აღარ გააგრძელა შემდეგ დგომში ჩხუბი და თვითონ ეცადა გადავიდა შეტევაზე. დაყვანას. ჭიდაობით, ჯერჯერობით ქართველი მებრძოლი ჯაბნის. ალბათ უნდა განაგრძოს იგივე ტაქტიკა. დაიწყო მეორე რაუნდი. აი, ცადა. ტეიქდაუნის მცდელობა გიგლემიანის შესრულებით მიიყვანა ბარსაგიანმა გალიასთან. იგლემიანს აკონტროლებს. მიდის პოზიციისთვის ორთაბრძოლა. შეიძლება ფუტი შტორმის გამოყენებაც ფეხის გულების დარტყმა და შეიძლება ეხლა გადაიყვანოს. ბარსაგიანმა ეხლა კარგად დაიცვა თავი მიხეილმა. დადგა.
ჯერჯერობით ეს ხელს აძლევს ბარსაგიანს, მოატრიალა. ძალიან თანაბარი ბრძოლა მიდის. Step by step. ზუსტად შესაბამება დომინაცია რაღაც. აი ნაბიჯ მიყვები ამ ბიჭები, არ ჩქარობენ ჭკვიანურად, ენერგიას ზოგავენ. ეხა ჩაიყვანა აქცია ბარსაგიანმა. ბარსაგიანმა დარჩენილია 2 წუთი. ეხა უნდა წამოდგეს მიხეილი. სწორად აწובה თავზე, თუმცა ეხა ფეხების შეკრა არ უნდა მისეს ფეხების შეკრის უფლება. გიგლემიანმა და მოიღოს მუხლები. აი ხლა ზურგს აძლევს, თუმცა იმედია ვერ მოახერხებს უკიშადებას. სომეხი სპორტსმენი. და შემოტრიალდეს გიგლემიანი. როგორღაც მარჯვენა ხელი უნდა გადააცვას თავზე დაუღოს მხარი. და მორიგი ტეიქდაუნი. ეხა კიმურა გრიმი აქვს აღებული გიგლემიას, თუმცა მაგ პოზიციიდან ძალიან პირიქით რეალნეკ ჩოკ შეიძლება იღოს და ეხლა ეს გადავიდა ჩააყოფინოს მეორე მებრძოლი გამოსილი მებრძოლია პახებში და შეიძლება ეხლა მივიღოთ ჩატრიალდება ქვევით ძალიან მძიმე მდგომარეობა ძალიან ცუდი პოზიცია ძალიან ცუდი მდგომარეობაში ეხლა მიხეილ გიგლემიანი და ჩამოაშვებინოს ხელი და როგორღაც უნდა ამოიღოს თავი ხრის უკანან ჩატრიალდეს და კარგად ჩატრიალდა ბრავო გიგლემიანი თუმცა აკონტროლებს ისე პოზიციას სომეხი მებრძოლი 20 როგორ ოსტატურად იჭერს კი აშკარად ეთყობა რომ გამოცდილი მებრძოლია ბარსაგიანი საკმაოდ გამოცდილი ბიჭია სამწუხარო ქართველი მებრძოლიც არ არის გამოუცდელი მაგრამ თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, World Union ასევე ასპარეზები აქვს ამ ბიჭს. ბევრი მძოლები აქვს აშკარად, როც არ არის ალბათ შეტანილი. ეხლა კიმურა გრიბზე აიღო. კიმურა აიღო ბარსაგიანმა და საკმაოდ დიდი კონტროლი. მეორე რაუნდი და დასრულდა. მეორე რაუნდი გოგმა. ეს რაუნდი უკვე გადაურჩი ბარსაგიანის სასარგებლოდ ძალიან შეიძლება გადაურჩით ამ რაუნდში და მესამე რაუნდში ჩემი აზრით აი ეს გამოცდილება, ის ენერგია, რომელიც ბოლოსკენ შემოინახეს სპორტსმენებმა, ზუსტად გადაწყვეტს მესამე რაუნდს. კი ბატონო, გეთახმები. ორივე მებრძოლი გამოცდილია, ორივე გონივრულად უდგება საკითხს. არ ჩქარობენ, ცივი გონებით მუშაობენ და ვნახოთ როგორ შეცვლიან არსებულ ვითარებას. დგომში ძალიან კარგად მუშაობს მანველი. პარტერშიც დაგვანახა რომ შეუულია კარგად ჭიდაობა. კარგად არის მომზადებული გალიასთან. და ვნახოთ ეხლა რა შემოგთავაზებს მიხეილ გიგლემიანი და ჯობია როგორც პირველ რაუნდში ეცადოს ჩაიყვანოს და აკონტროლოს ყველას. აი და მარჯვენა პირდაპირი დაიჭირა მოძრაობაზე და თუმცა ნოკდაუნი არ ყოფილა ბალანსი დაკარგა შეიძლება რომ ცალფეხზე სულად დადგა ფეხი და ხა ჩათვალო კიდევაც მდგომარეობა თუმცა რეალურად გათიშვით არ გათიშულა ეხლა გიგლემიანმა უნდა შემოატრიალოს როგორღაც ბარსაგიანი და თვითონ გადაიყვანოს. არაფრით არ შეიძლება ეხლა. ჩაიტანოს ხო ალბათ. დასრულდეს რაუნდი ესეთი სცენარით. პოზიციას კარგად აიღებს, ეხლა თუ დადგება კარგად გიგლემიანი და დარტყმებს გააკეთებს გიგლემიანის სასარგებლოდ მოქმედებს კულები, იმიტომ რომ შეიცვალა წესები, იცი. უბრალოდ კონტროლი არაფერს არ არის პროფესიონალებშიც და რაღაცა გააკეთე თუ ორივე პასიურობს ანაყენებენ ან იმიცებიდან არის უკი ჩაიტანა გიგლემიანი და შემოატრიალა 2 წუთი დარჩა შეიძლება მოსაპოვებლად ტეიქდაუნის შესრულებაც თავარია მიიყვანოს პოზიციას და ახლა კარგად შევიდა დაიგო თავარი გილიოტინაზე არ დაიჭიროს და გამოკაჩოს ფეხები ბარსაგიანი კარგად იცავს და იღლია აიღო ეხა შეიძლება მუხლი თუ ჩაიტანა გიგლემიანმა
დება შემოგთავაზოს. ნახევარი გავიდა მესამე რაუნდის. აკონტროლებს. აი ხლა შესანიშნავი ხდება. გიგლემიანის შესრულებით მსაჯები დაითვლიან თითოეულ წამს. ეხლა წამოდგომას და წამოდგა სომეხი სპორტსმენი. კიდე უნდა ჩაიყვანოს ალბათ რომ კიდე გულაბი ითვალოს ასე ვთქვათ. აუცილებელია. მეტი აქტიურობა. მუშაობა კარგი იქნება, იმიტომ დაღლილები არიან ორივე სპორტსმენი ძალა. მუხლები ხა ძალიან მნიშვნელოვანია. მუხლები დაიღოს, ქულები დაიანახოს საჯებს რომ მიყავს ბრძოლა. ედიშენ კარგად მოგეხსენება, არა მარტო ქულები ხასიათსა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საჯები. ვინ იბძვის ბოლომდე? ვინ იბძვის, ვინ გამოიყურება უკეთ გიგლემიანმა გადაიყვანა მეორედ. შეიძლება ეხლა კიდევ ერთი ტეიქდაუნის შესრულება. აიღო ფეხი. ზურგის აღება შეუძლია გიგლემიანს. შეიძლება ეხლა ზურგის აღება. თუმცა ისევ ფეხებში კარგად არ გილოტინაზე არ უნდა გაყოს ეხლა თავი. ნინძა კიდე ჩაიყვანა. აღარ გამოუვა ნინძა ჩოუკი. დარჩა 10 წამი. იმედი ეხლა ყველაფერი აქ დასრულდება, ეს დასრულდება და მიხელი შეიძლება დარტყმების მიყენება მარჯვენა ხელით და დასრულდა საკმაოდ დაძაბული ბრძოლა და საკმაოდ თანაბარი ბრძოლა. სამივე რაუნდი დაძაბული ბრძოლა იყო. ძალიან საინტერესო და დრამატული ორთაბრძოლა, თანაბარი. თავარია მსაჯები როგორ შეაფასებენ. თუ ის ძიმე დარტყმაში ან ნოკდაუნში ნოკდაუნში ჩათვლიან. ნოკდაუნამდე პრინციპში ნახევარი რაუნდი კონტროლი ქონდა. სომეხ მებრძოლს და ნოკდაუნი. მეორე ნახევარი და რამოდენიმე ჩაყვანა. მოძრაობაზე დაიჭირა, არ გავდა ნოკდაუნს. რამოდენიმე ჩაყვანა და მეორე ნახევრის კონტროლი ქონდა უკვე ქართველ მებრძოლს. საინტერესო პირველი რაუნდი, პირველი რაუნდი ნახევარი ქართველს მიყავდა. შემდეგ სომეხიც გააქტიურდა. Ladies and gentlemen, after 3 rounds, we go to the judges for decision. The judges have called this contest for the winner. Red corner, Michael! და გაიმარჯვა ქართველმა მებრძოლმა. საჯების გადაწილებით დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა მიხეილ გიგლემიანმა, ულოცავთ მიხეილს და მის გუნდს ამ გამარჯვებას.